მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო, ახლა ჩვენ ვიმყოფებით უკრაინაში, სპეციალურად ჩამოვედი, რომ შევხედილიყავი მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა და ამიტომ რაღაცა თემებზე მინდა ვესაუბრო, მაგრამ ვერა და ვერ ვიპოვე. მოვიარე კიევის ყველა სტრუქტურა არსად არისო, მაგრამ მე საქართველოს უსაფრთხოებამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ შეიძლება რომელიმე იახტაში იმალებოდესო. ახლა ვფიქრობ, რომელი იახტაში, ხა მოვედი იახტ კლუბში. დინარე დნეპრზე არის ეს იახტ-კლუბი და არ ვიცი ხე სად შეიძლება იყოს თვითონ ჩამალული. აბა ვნახოთ ერთი დავძებნოთ. არა მგონია ამ იახტაში იყოს არც ამაში. ერთი იახტა გასულია. სავარაუდოდ ხო არ გამასწრო ეხლა მაგას ვფიქრობ. ძალიან საინტერესო. აი აქ შეიძლება იყოს ერთი წუთით. რას ვფიქრობ, შეიძლება ვიცია ნეტა. შევალ ერთი წუთით შეიძლება. ეხლა ჩვენ ამოვით ერთ-ერთი იახტაზე და ამბობენ რომ შეიძლება აქ რაღაცა ოთახია და ამ ოთახში შეიძლება იყოს დამავლი, მაგრამ იქ რაღაცა ცინკი უნდა უთხრათ. ესე იგი ორჯერ უნდა დავაკაკუნოთ და ორჯერ დაკაკუნების დროს აიგრევე ამოდის რომ მიშაო. ძირფასო ტელემაყურებელო, მოდი ვნახოთ აბა. გავა როგორ ახარ ვარ რა ხდება? ჩავედი თუ კი რა ხდება? არა, კაცო, ჯერ არ ჩავსვლა დნეპრზე ვართ ისე, უბრალოდ მითხეს რომ ორჯერ დააკაკუნებო მიშა ამოდის და მე მინდოდა მიშა ამოსულიყო და შენ მოდი. კაი, ვარ, ნამდვილი მიშა და კაი ცხოვრება. თუ გინდოდათ არ უნდა გავარდნილიყავით თქვენი პასტები და არ უნდა შემოგეხატათ ის ავასახსნებლი ოცნება, კაი ხო? გასაგებია, მაგრამ კაცო, მე მოვედი ახლა მიშა რო ამოსულიყო და თქვენ თუ ამოხვიდოთ, ეგ არ ვიცოდი ნამდვილად ახლა. ვანო, მისმინე, ორ დაკაკუნებაზე ამოვედი მე. სამ დაკაკუნებაზე ამოვამიშა. 4 დაკაკუნებაზე ცოტა ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ ზელენსკის ძირავს და შეიძლება გაიხუძოს და ამოვიდეს. ანუ ესე იგი სამჯერ დავაკაკუნო და ამოვა? ვანო, 2-ზე ამოვედი მე, 3-ზე აქედან არ ამოვამიშა. შეიცვალა უკვე გეგმა, ამოვა წყლიდან. დაიცა, იქნება აქედანაც ამოვიდა. აქედან არ ამოვა, კაცო. წყლიდან ამოვა. ანუ ესე იგი სამჯერ დავაკაკუნო. 3-ჯერ დაკაკუნე და ვსო ამოვამიშა. ალო, შენ ხარ კაცო? აი ხო გითხარი. 3-ზე ამოვიდა წყლიდან. სალამი. ძალიან არ გელოდით მართლა მე მეგონა ოთახში იყავით დამალული და ამიტომ ვაკაკუნებდი. მე სხვა ხალხს მოველოდი აქ. საერთოდ სხვა ხალხს, ხო? ანუ 3ჯერ დავაკაკუნე არ ამოხვედით და მე გავები თქო მახეში. არა, მე ვარ ახლა მე სასაუბროდ ჩამოვედი. წამობძანდით, მაშინ გამოიცვალე და დავიწყოთ რაღაცა. ესე იგი არ ველოდი რომ პირდაპირ წყლიდან ამოხვიდოდი, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ როგორც მე ქართულმა უსაფრთხოების სამსახურომ მომაწოდა ინფორმაცია რომ უნდა ყოფილიყავი დამალული შიგნით იმაში. ხო, მაგრამ ყოველთვის აქვს ზუსტი ინფორმაცია საქმერაშია, რომ ხანდახან ცდებიან ხოლმე. აი, ცოტათი ცდებიან ხოლმე ეს ერთი. მეორე ხო ხედავ გაუპარსავი ვარ. 6 თვეა ვარ დამალული. შენ გაგაშენა ღმერთმა რომ აომიყვანე, იმიტომ რომ ესე იყო დათქმული, რომ სალამს მორზეს ამბანი 3ჯერ არ უნდა მიგაყურებ და არ უნდა მომეყო თავი. თან მქონდა კონსერვები ჩატანილი, მე ის კონსერვები დამიმთავრდა, მე გადავედი თევზის ჭამაზე, მე მოლუსკებზე, გაპარსვით ხო გაუპარსავი ვარ ამდენი ხნის და ხის სინათლე არ მინახავს. ბაბუა წერასავით რომ გამოვიყურები, კიდე გავიზარდოთ თუ იყო თუ გავიპარსვი. არ ვიცი, შეგიძლიათ ახლა ცოტა კიდე მოიზაროთ, რა ვიცი, შეიძლება კიდე მომიხდეს. მაგრამ შეიძლება ხო ვერ მიცნოთ. ეს სათვალე რომ გავიკეთო გძელი წვერი. წვერი ჩაულები. გძელი წვერი. პრინციპში ლასტებითაც თუ ვიქენი. პირბადებით ცალკე. და თბილისის ცენტრში მოვაბიჭებ ლასტებით. აკვალანგით. პირში ეს მილი. აი ეს სათვალები კიდე დამატებით და წვერი. და რომ ვიხრო სააკაშვილის დიახ, ვინ არის სააკაშვილი? რა სააკაშვილი? აი. არა, ის სერიოზულად მაინტერესებს. ესე იგი, იმ იახტაში მართლა ეგონეთ, ხო? იქ ხო, არა, ეგონეთ რომ იახტაში ვიყავ და მე იახტის ქვემოთ ვიყავ. ქვემოთ, აგორც ახლა აკვალანგით ამოხვედით, ისე ამოხვედით. მე იახტის ქვემოთ ვიყავ. რეალურად მე მგონი თქვენ პერიოდულად საქართველოს შემოდიხართ, ცოტა ხანი ჩერდებით და გადიხართ. მე ვარ ლოხნესის ურჩხულივით, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ დიდი ხანი არავის არ ვნახავს. ხო და აი ხა თქვენ მაყურებელს მოეცათ პრივილეგია რომ აინახეთ რომ თურმე თელი ეს ბაზარი რომ ლოხნესის ის ურჩხული არსებობს, ტრუხ არ აღმოჩნდა რა მოკლედ. თურმე სიმართლეა და ბოლოს აგისრულათ, აჰა. ზოგი ჩამოდის ციდან, ზოგი ჩამოდის ისა და ეს პირდაპირ ამოვიდა ვიმიდან რა ქვია წყლიდან, წყლის სიღმიდან. კი ბატონო. მაგრამ მაინც აი მე უყურე თქვენს ფილმებს და მომეწონე
ყველაფერი მომეწონა, მაგრამ ერთი ძალიან განსაკუთრებულად მომეწონა რაღაცა თქვენი ვენახი ქართული ყურძენი გაქვთ გაშვებული. კი, საფერა. მაგრამ თბილისში ვინ უვლის თქვენ ვენახს? თბილისში რა ყვარელში? ვაიმე ჩემო ვენახო, 7 წელიწადს ვერ გნახო ჩემზე, უკვე მერვე წელიწადია, უკვე ყველა 7 წელიწადს ვერ გნახო. ვინ უვლის რა, ვიღარა თავის თავს მე მგონი თვითონ უვლის და თავრობას რო ჩავალ და ნახავ მე მგონი შეიძლება ვერ მიცნოს ვენახმა. და მითხა საერთოდ ვინ ახალ და რას დაკარგულ ხარ, იმიტომ რომ ხო იცი ხა ის რა ქვია, ბავშვი რო ვერ ხედავ 7 წელი, ხა ვენახი რო ვერ ხედავ 7 წელი, იმას რა 8 წელიწადი. იბარებს თქვენი ყურძენს ხელისუფლება თუ არ იბარებს? იცი რა მე swap-ლიანად და ესე არაბარებთ. ხო. მე და მეგობრები ჩემი აქვსავთ ლიანად კარგად და ურიგებთ კიდე ძალიან ბევრს. ხელი რო იცოდეთ უკრაინის თავრობის 80% შემჯდარია ჩემ ღვინოს. მართლა? კი, სერიოზულად. და ბიზნესმენების და თელიანების. სახელობითი ღვინო გაქვთ მე ხე სააკაშვილი აწერია. და ესეთი ძალიან საინტერესოა. მე დავაგემოვნებ, როცა თუ საშუალება. მე მით ერთი აი თქვენ რეჟიმთან დაკავშირებით მე ვიცი რომ აი ძალიან დატვირთული რეჟიმი მე მეგონას 9 წლიან სისხლიან რეჟიმზე ლაპარაკობ. არა, სამუშაო რეჟიმზე გელაპარაკები ახლა ეს 9 წლიანი კაცო ესეთი ხო გავიარეთ უკვე ვიცით ყველაფერი და აი რა არის იცი აი მაგალითად ახლა საქართველოში ხო პრეზიდენტი რო იყავით დღეში რამდენი ქალაქში ჩასვლა მოგისწრიათ? ბევრი. მაი მაგალითად რამდენია? ნუ აი არჩევნების ბოლო დღეს როცა პრაქტიკულად ვემშვიდობებით საქართველოს ვიყავი ამბროლაურში, გოზურგეთში, ანაკლიაში, ქუთაისში და ბათუმში. ერთ დღეში ეს შემოვიარე და კიდე საღამოს მოასწარე არჩევნების შედეგების გამოცხადება, ასე რომ ის შედეგები ხო ის? ხო, ის. თავის პარტიით რო წავიდა ხალხი. ნუ ეგეც მოასწარე, ანუ გასაგებია ხო, მოგიწრიათ, ანუ ერთ დღეში ფაქტიურად შემოგივლიათ ეს ქალაქი. ეხლა რა არის იცი, ზუსტად იმ 9 წლიან სისხლიან რეჟიმზე მინდა კითხოთ. აი სისხლი ალისფერი. ხო, ალის ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად ახლა დღემდე ხართ საქართველოში პლაკატებზე გამოკრული. სულ ხართ რა, ანუ აი ჩაცმული თუ ისე როგორც არის. აი ყველანაირი მასში მინახი ხართ უკვე. აი ბოლოს ახლა რაც ნახე, ბოლოს იყო აი ის სარტყელარი თქვენს თავზე ესე გადაშლილი. ადრე ხო სისხლები ჩამოგდიოდათ, მაგრამ ეხლა არის რაღაცა უფრო აი რაღაცა ეს რა ვიცი, აი რატო დაგაკავშირეს აი ამ რაღაცა LGBT თემას არ ვიცი. რა ვიცი, ხან ისო რა ქვია, თელებას ისაო და ხან ესაო და მე ზართული ამბავია. ძალიან. მრავალპლანიანი, ეგეთ მრავალპლანიანი ნამდვილად არა. ხო. ეხლა მაინტერესებს კიდე აი დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი და თქვენ დროის მინისტრთა კაბინეტი. ეხლა დღეს სერიოზული მინისტრთა კაბინეტი. ეს ძალიან სერიოზული ხალხი. ესენი არიან ღრმა ხალხი. ესე მაგათ უცებ ვერ გაუგებ, მაგრამ უნდა დიდხანს ჩემ დროს ძალიან არასერიოზული იყო. ერთ ამბას მოგყვებით, ესე იგი ერთი ახალგაზრდა ძალიან კაი ბიჭი ყვა და მინისტრად სულ დასაწყისში დაახლოებით რა და ხო. მოკლედ მაშინ ახლა ისეთი სიტუაცია იყო, ეს ბიჭი ჩამოვიყვანეთ უცხოეთიდან იქ რაღაც საუკეთესო უნივერსიტეტებში დაამთავრა, მაგარ ადგილზე მუშაობდა და დავნიშნეთ მინისტრად ერთ-ერთ. და ნუ მაშინ ახლა ტურისტი საქართველოს ჩამოდიოდა ერთი-ორი კინკილა, ხო და ერთი შარდენზე იყო ერთი ბარი სულ. მეტი არაფერი იყო რეჟიმში და იმ ერთ ბარში მოყოლ ყოველ საღამოს მიდიოდა გვიან ღამე. ჩვენ ხო გვიან ღამამდე მუშაობთ ხოლმე და გვიან ღამე მივიდოდა მოწყენილ თავის მეგობრებთან ერთად ხანდახან ისა, ხან რაღაცა სვავდა და მოკლედ ერთხელ მოდი აშარდა რომ მოდი და ავიღო ტელეფონზე ავკრიფოთო მობილურზეო 69 თუ აქვს ვინმეს მობილურის ნომერიო და ნუ აკრიფეს რა ესე და ვიღაც ხალმა აიღო. ნუ ამან გაუწყო ლაძღანდარობა ტელეფონზე. იმან გადაცა თავის ქმარს. ის ქმარი იქიანებია. შენ ის ხო არა ხარ სახელი და გვარი. ხო. რა იცი ბიჭო რო ისავარო. როგორ ზურავარ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი რას ურეკავ ჩემცოს. ორი დღის მერე ტელევიზორში ვიყურებ, მართლა არ ვიცოდი არა, და არც ვიცოდი თუ ეს მზადდებოდა. გამოვიდა ნოღაიდელი თქო რომ ესა და ეს მინისტრი არის სულელიო, არაფერი მაგასაც ორი თვის დანიშნულია. პრემიერი იყო მე მგონი. ხო, პრემიერი იყო ისა, არაფერი მაგას არ გაიგება ეკონომიკისო და არც პოლიტიკისო, არც არაფრისო გააგდო მოკლედ. მოხსნა, ვფიქრობ რომ პრემიერ-მინისტრმა მაგის უფრო ემოცილება ზოგისაც უნდა დანიშნას მოხსას, ხო დანიშნა, კაი რა. მერე ესე იგი 3 წლის მერე
მოსკოვში მოეწყო ეს რაღაც სხვა თანამდებობაზე, იქ რაღაცა იმაში კომერციულ სტრუქტურაში, რაღაც უცხოურში, ეს ამერიკულ წარმომადგენლობაში რაღაცა იქ. ეს ჯერ ეს რა ქვია და ომამდე ხდება ეგ ამბავი და მოკლედ მოყვა ეს ამბავი სუფრაზე, მეგობრებთან და სუფრაზე კარგად დალია და მოყვა ეს ამბავი, რომ ეს რა უბედურება დაემართაო. გავიდა საპირფარეშოში. ამათ ამ საიზღარო მეგობრებმა უკრიფეს, აბა ხა კარგს რას უზამდნენ, ეს რუსები და რომ მოვიდა უთხრეს, რომ აჰა გირეკავსო ვიღაცაო. აიღო კიდე ის ქალია, იმან კიდე თავის კვარს მიაწოდა. ნოთე შემანიახო, კიდე რეკავო. არ დაგირახო, არ ჩამოთრეულიო, თორე თავს მოგაძრო. დაურეკა ჩემი ადმინისტრაციის უფროს, რაო, გადაეცი პრეზიდენტს. არაფერ შუაში არა ვარ, აი ორჯერ შევთხოვი და ესეთი რაღაცა მოემართება. ეხლა მე მუქრებაო, ისო თავის მოძრობითო და მე უთხარი, მოიყვე, ეხლა გადაეცი მაგ სულელს, მე უთხარი, რომ ჯერ რა სულელი უნდა იყო რაღაცის სისულელები დაკავდა და მე რა უიღბლო უნდა იყო რომ ორივე ჯერ შენი შეფის სოციალ მოხდა. კაი. ეგეთი რაღაცა ხდება. ანუ ერთი ტელეფონის ზარით შეეწირა ყველაფერი ხო თავის კარიერა და მეორე შელოკინებ თავი მოაძრო. კაი. ერთი ესეთი ცოტა უხერხული კითხვა მაქვს. ხო. როგორ ბატონი მიშა თუ მიშათი მოგმართოთ კიდე? არა, მიშა ბატონი ბიძინა. ბატონი იყო ასლანი, ბატონი ბიძინა. მე საერთოდ დაკვირებული ვარ ბატონის მიმართავ, ეგ ძალიან ცუდად ამთავრებენ ხოლმე მე. ამ ბატონი კაი, მიშა, მაშინ ესეთი კითხვა მინდა დაგისვა, ძალიან ისეთი საინტერესო ხარ კიევში კი ვართ, მაგრამ ამას წინათ ძალიან აგორდა ეს ფრაზა თქვენგან ნათქვამი რა და მაინტერესებს გახარია ხრინავს ღამე? ხო, ეს სისარტყელს უკავშირდება, ლოგიკა. თქვენ ერთ სასტუმროში და ერთად გვეძინაო, ძალიან ხო, მაგრამ კიევში ღარიბაშვილთანაც რომში ერთ სასტუმროში ვიყავით ღარიბაშვილთან. თქვენ ღარიბაშვილთანაც ერთად იყავით? ღარიბაშვილთან ერთად და ორივეს გვეძინა. და თან ერთ სასტუმროში გვეძინა ორივეს. რაღაც ძალიან ემთხოვა ორი კვირის წინ რა ვიცი, ის რომშიც ბევრი სასტუმროა და რაღა ერთ სასტუმროში გვეძინა და ვაშინგტონში ხო კიდევ უფრო მეტი სასტუმროა, იქაც იმათთან ერთ სასტუმროში და არის დამდებს ხალხი უკან და ვერ გავიგე რა უნდათ ახლა. ბოზ ახლა ცისარტყელა რამდენი ცალო იძახონ ახლა, ნუ არა რა, არა ვარ მზად. არა ვარ ეგრეთ თანამედროვე ჩამოვში ცხოვრობს. ახლა მე მაინტერესებს აქ ახლა კიევში ხართ ამდენი ხანია, მაგრამ საქართველოს ამბები მე მგონი ჩვენზე უკეთ იცით. ხო, ნუ სანამ წყლის ქვეშ ვიყავი, ცოტა ჩამორჩი, მაგრამ მაგამდე ვიცოდი. როგორი არჩევნები გვექნება? წყლის ქვეშ თევზებს მოქონათ. არჩევნები ამჯერად გვექნება. მანამდე ფეიკი იყო. ეხლა ამჯერად გვექნება, ოღონდ თუ ყველანი ვიაქტიურებთ, თუ არ ჩავყვინთავთ რა. ხო. და პირიქით მაგად დავაყვინთებ. პირიქით მაგად დავაყვინებ, ნუ ამ თქვენ თვლით რომ ანუ არ გააყალბებენ თუ? უკვე გაყალბებული აქვს, მაგრამ მე უკვე დაყვინთული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვაყვინთიოთ. წამოვიღოთ ჩვენი არჩევანი და უკან ჩავაყვინთიოთ. ჩემი აზრი ესეთი. არა, მე მიყვარს ხოლმე ეს ფრაზა, ქართველები ამბობენ ხოლმე ხშირად ხელისუფლების წევრებს, რომ ამას ვერ გაბედავენ. ხო არის ეგ ფრაზა, რომ აი ამას ახლა ქართული ოცნება ვერ გაბედავს და ეგ ხო ისეთი ფრაზაა უკვე, რომ აი დიდი ხანია. არ ყოფილა ჯერ სოფლიოში რაღაცა, რაც ამათ შეიძლება ვერ გაბედონ თუ გააბედია. აი რამდენსაც იმას იმდენამდე იზამენ, ხო, კონკრეტულად. აბსოლუტურად ყველაფერი აქვს გაბედი. მაგრამ თუ უსმენთ ახლა მაგალითად ძალიან აქტიური არის პრემიერი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივად ბევრი დაპირებები. მე მაგალითად ძალიან მომხვდა ყურში, ძირითადად უფრო ყველა ქალაქი რო ტურისტული ქალაქი რო უნდა გახდეს, ხო? განსაკუთრებით ტყიბული რუსთავი. ტყიბული და რუსთავი იყო განსაკუთრებულად საინტერესო. მე ჩემი აზრით, ნუ ხა რუსთავზე კი შეიძლება ყველაფერი თქვა ტურისტული ცენტრი, მანქანების ცენტრი, მე თვითონ ფორმულას მანქანას ვატარებდი იქა, მანქანების კარგი ისა. ნუ ტურისტული შეიძლება პრინციპში აი ეს ნარჩენები როა მეტალურგიულ ქარხნის არის ასეთ მაზოხისტი ტურისტები, იმათ ჩამოყვანა, კარგად იმ ტალახში ატარება, დაკნოსვა, ჩაყნოსვა კარგად ინდუსტრიული ნარჩენების, ტყიბულში ზუსტად ესევე, არის კიდე ერთი გაუქმებული შახტა, იქ შახტაში ჩასვლა, კარგად იქ გასვლა, გამოსვლა, მე ვაგონები გადაგივლიან, გადმოგივლიან ეს, აბა ხა სუფთა ჰაერზე სადღაც მესაყვანა და ისე ეგ საბოლოო ჯამში მიხვდნენ რა არის ჩვენი ტურისტული ნიშა. მაგ მიმართულებით სვანეთი ისა და ყველაფერი ანაკლია, ყველაფერი მიტოვებული აქვს ხა მაგი ვის რა შეინტერესებს ხა ის ანაკლიაში ჭაობები ან ჩვენ გაკეთებულ სასტუმროებში იქ ბათუმში ოქროს ქვიშა უნდა გაკეთებია როიალ კარიბიანის პორტი იქ რა ქვია ფოთის აეროპორტი ეს ყველაფერი მიგდებულია
სამაგიეროდ ახალი ტურისტული ნიშა ვიპოვეთ. ესე იგი, რა Royal Caribbean და დიდი საკრუიზო გემები 500 მეტრის სიგრძის. კაი რა, ეხა ეს სააკაშვილის ეს რაღაც ახირებები, ფუ. რუსთავში საყნოსავად ტურისტები. დიდი რაოდენობით. კაი, აქ ახლა რასაც დავდივარ მე კიევში, ხო? ანუ აი ეს პანდემიური მდგომარეობა როგორი გაქვთ? ანუ ფაქტობრივად ხალხს პირბადი საერთოდ უკეთია. აქ არ უკეთია და არც გაუკეთებია და აქ რო ვინმეს ახლა აქ თავრობას რო დაეძალებია ხალხი რო 9 საათზე სახში იყავით და ის რა ქვია ერთმანეთთან 3 მეტრში არა და მანქანაში 2 კაცზე მეტი არ ჩაჯდა დიდი ხანი დაუნხობილი ეყოლებოდათ. ახლა ესენი, მაგრამ რატოღაც აქ ბევრად ნაკლები კვდება და იქ ყველა წესები დაიცვეს და იხოცება მასობრივად ხალხი. ეგ რო ხდება ერთმანეთთან. ხო, ეგ ცოტა გაუგებარი, ისე მართლა მაინტერესებს. აქ არის თავისუფლების მოყარე ხალხი. თავისუფლება უყვართ და არ უყვართ თავზე არავის წამოსმა. უყვართ თავის ცხოვრების წესის ცხოვრება და თვითონ განსაზღვრავე რა არის მათთვის კარგი და ეს არის სწორი. არა, მართლა მაინტერესებს აი ქართული რეგულაციებიდან რომელი იყო თქვენთვის ცოტა გაუგებარი ანუ არ ვადევნით, აქ პრაქტიკულად არავინ არაფერს რეგულაციას არ აქვს. ჩვენი რეგულაციებიდან, აი მე მაგალითად ჩემთვის იყო გაუგებარი მანქანაში 3 კაცის ჩასმა. ხო, არა, იმიტომ რომ ეს 3, აი 2.5 კიდე შეიძლება. ანუ მაგალითად ჩემმა მეგობარმა, რომელიც ქუთაისში იყო ჩასასვლელი და უნდა წასულიყვნენ მეუღლე და შვილი, ჯერ წავიდა მეუღლე და თვითონ მანქანით. მერე მოტრიალდა და თვითონ და შვილი წავიდა. არა, ეგრე კი უნდა წაიყვანა. ჯერ უნდა წაიყვანა. უნდა დასრულიყო თვითონ და ნახევარი მეუღლე და ნახევარი შვილი. ხო, ეგრე. და დაბრუნებული იყო და მერე მეორე ნახევარი მეუღლე და მეორე ნახევარი შვილი. მაშინ ეგ იქნებოდა სწორი. სწორი. და ეგ დაიცავდა თავრობის რეგულაციას. კი, კარგია, კი ბატონო. მაგრამ ერთი კითხვა კიდე მაქვს, ახლა აქ ბევრი ოლიგარქი ხო ცხოვრობს. კი, რამდენია? ბევრია, როგორც ტყეში რო გაუშვა, აი ყოველი ბუჩქის ქვეშ არის ოლიგარქი. სულ ოლიგარქი, ყველას ამბიციები აქვს თუ არა? არა, კი, საკმაოდ ამბიციურები არიან, მაგრამ ევროს გიჟები ცოტა, გიჟები მათ შორის თითქმის არ არიან, ასე რომ. არა, მე რას ვამბობ, აი ამბიციები მიმართულებით თუ ზოგს თავისი გატაცება აქვს. აი მაგალითად ჩვენსაც უყურს დენდროლოგიური მიმართულებით. არა, ეგეთი აქ არ გამიგია. აქ არა ეგეთი ხო რაღაცას ძალიან მოსაწყენი ხალხი, ხეებს არ კოცნიან, არ ეხუტებიან. ეგეთი არ ძალიან ახლო ურთიერთობებში არ შედიან, ხო, შამანები არ ჩამოყავთ, ქვებს არ ლოცავენ, მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი. ყველაფერი ყველაზე იცის ახლა. რო ყოფილიყო და ხელისუფლებაში მოსვლა ხო ყველას უნდა თუ არა? რაღაცა მე მგონი ეზარებათ ეგეც. ერთი პარაშენკო იყო და გააბუნძულეს კილწის. ხო, მაგრამ მათ შორის შემონაწილეობა. ოლიგარქები გასაგებია, აი მაგალითად დიქტატორებთან ხო გქონია თქვენ კი, დიქტატორებთან როგორ არ გქონია კაცო. ანუ ახლა ბევრი დიქტატორია დღევანდელი, ვინც დღესაც ხელისუფლებაში ხარ, მაგალითად ლუკაშენკო. არა, ლუკაშენკო ჩემი ძმაკაციკად, მან ხე მოგიყვებით ისტორიას, ესე იგი. იყო DST სამიტი იყო 2007 იყო, ხო 2007 და ეს იყო ის პერიოდი, როცა პუტინის ბრძანებით მოწამლეს ლიტვინენკო, ყოფილი მაგათი შპიონი ჯაშუში ლონდონში და როგორც მაშინ ამბობდნენ სუშიში შეუყალეს რაღაც საწამლავი რადიოაქტიული და ლუკა თელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს და ჩვენ მიფრინავთ ლონდონში და გზაში ესე იგი ჩავფრინდით მინსკში DST-ს ვიფიქრე ერთ დღეს შევლით ერთ საღამო DST სამიტზე რო ეწყენოდა და დაბოღმილიყო კიდე მეტად და მე გავფრინდებით ლონდონში ოფიციალ ვიზიტად ტონი ბლერმა დაგპატიჟა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ნუ ჩვენთან ერთად იყო გივი თარგამაძე. გივი თარგამაძე არის გივი თარგამაძეს ბელარუსიაში გადატრიალების ცდილობისთვის ჰქონდა მიჟილი 25 წელიწადი ამ დროს. ამიტომ უთხარით გივის რო ეხლა თვითფინავში იყავით და ჩვენ წავალთ 3 საათი მოვიდით ამ სამეთს მოვალ და წაგიყვანთ მე. ნუ როგორც ცნობილია გივი თარგამაძეს უყვარს სმა, ცოტა გადაყლაპა. და ის რა ქვია, რომ დავჯექით თვითფინავის საპატიო ყარაულია, თელი ამბავია, იქ რაღაცა ხიშტებით ხალიჩა, წითელი ხალიჩა და ნუ აქეთა ხალხი ჩვენ დელეგაციის გადის უკანა ტრაპიდან და მე უნდა პალტო და ჩავიცო ცივა რა, ნოემბერია. პალტოს ვიცო და სანამ პალტოს ვიცო, გივი თარგამაძე გამოიფხიზ და უცებ, გამოიღვიძა. გადაგვახტა ყველას თავზე და ჩავიდა ტრაპზე, იმათ დაარტყეს. ხიშტები 25 წელია ჩაჭდა მანქანაში, ჩემთვის გამზადებას და წავიდა. წავიდა, ნუ კაი, წავიდა, მე წავედი ჩვენ სამიძე, თან გზაში მოვთქვათ, რომ ეხლა ლოდის დაიჭერე და რას კანალში გავხოთ კაცმარიცის და რაზე წავიდა, ეგეც არ ვიცით. ნუ იქ ჯერ ხო იქ იმაში რა ქვია ტუალეტის რიგში ვდგევართ, ესე იგი ნაზარბაევია შესული, დგევართ ესე პუტინი, ლუკაშენკო და მე.
ერთი საფირფარეშო იყო ტუალეტის რიგში საბიძე ხო და მოკლედ და ამ დროს მეუბნება ეს ლუკაშენკო რომ ის გათახსირებული გივი არის ჩამოსულიო ეხა ვიცი რომელ ბინაში წარიო და რომელ პროსპექტიო მაგრამ შენი ხათრითო არ დავიჭერთო მაგრამ წაიყვანე და მეორედ აღარ ვნახო ну кай მოთხე кай კაცი ხარ არ გვიდა ხო მაგაცებში მარმოსულა ეხა ეგეთ რაღაცა და მე რა იგზივართ იქ სუფრა გაშლილი და ესე იგი აგზის ლუკაშენკო აქ მარცხენ პუტინი მარჯვნივ მე უზივართ და ეხლა ლუკაშენკო მეუბნება მიშაო ეს რა ქვია აქ ლონდონში მიდიხარო ხო მე ლონდონში მაგარი დიდი ამბები ხდებაო შენ ხო გაგიაო მე ეხა მოდი სასწრაფოდ აქ ჭამე იმიტომ ლონდონში არაფრის ჭამა არ შეიძლება საერთოდ არაფერს არ უნდა გაეკარო იმიტომ რომ აი იქიდან ცოცხლი ვირამდენი ვინმე პირი გააღვოდა ლუკაშენკო და ცოცხალი ვერ გამოაღწიაო და საერთოდ ყველაზე კარგი არისო პუტინის თებშიდან ჭამა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი და აიღო პუტინის თებშიდან ესეთი წითელი თევზი და აიღო და გადმომიდო მე იტო არ არის მოწავლე ამას ნაღლად არავინ არ მოწავლა არნე პალავარიეჩი და პუტინი ეს გზელდებოდა ეს ლაზღადარობა ერთი 7-8 წუთი და ბოლოს ესე თევზის რო ააცალა თლა თავზე რო გადაისკორა ლუკამ პუტინო დააგდო ჩანგალი და კარგი ყოთო ხა ხადაობა არავინ მე არ მომწავლეო შეუმტენი დაუბრალეს ეგრე არავის არ ხსერები არ მოწავლა ეგრე სახელმწიფო ის ლიტვინიკო რა აშუაში მჭდებოდაო რა საიდან მიგორებთო რაღაცო აი ესეთ ხალხია რა. კაი, ახლა საითკენ მივდივართ, პატრიცია. ეხლა რახან უკვე ეს ვიცი, დნეპრი რო შავ ზღვას უერთდება, ეგ ამბავი ვიცი. ეგ ერთი და მეორე გაითვალისწინეთ, რომ არჩელი ახლოვდება და ეხლა სხვადასხვა ხმები დადის რა. ხო. მათ შორის ეს უკვე გადაობა არ არის, სერიოზულად. ეს უკვე არ ხუმრობ ამჯერად, ეს სერიოზული ამბავი ხდება ეხლა და დაიცა, აბა არ ხო და ამიტომ მოკლედ დრო დადგა უკვე დაპირებების შესრულების და ამათვის შესრულების. თორე ნუ ხალხი აღარ დარჩა ქვეყანაში და ხა ყველა ზოგი იმითი რა ქვია თვითფინავით გარბის, ზოგი ავტობუსით, ზოგი ფეხით გადადის იქ თურქეთის საზღვარს და ზოგი აგერ იახტით და ეგრე ყველა იქით გარბის და ერთი მაინც იქით უნდა ჩავიდეს იმისათვის რომ ხალხს გაუქრეს სურვილი იქიდან გაქცევს. გაქცევის, კი ბატონო. აქ ესეთი რაღაცა. ან ერთი კაცი ჩავა იქ, ან კიდე 1 მილიონი გამოკუსლავს აქეთ. კი ბატონო. ანუ ესე იგი რეისი ესე მიდის ხო პირდაპირ ახლა ჩვენ იქითკენ ეხლა რომ დავიძარით ხო აშკარად უკვე შეიძლება შავ ზღვასთანაც მალე ჩავიდეთ. შავ ზღვა იქით არ და იქიდან მალე ჩაულებრე. არა უკვე შესწავლე მაგ მარშრუტები ხა იმდენჯერ გავიარე ყველანაირი ცდელობა გაქვს ხო იქიდანაც აქედანაც. იმდენი ეხლა ჩემოვანო ეხლა რომ დავიწყო მოყოლა ყველაფერს. მოგები ერთი მაინც. შემოვინახოთ, იმიტომ რაში გამომადგება კიდე უახლოეს დღეებში. კი. მარშრუტების და ბილიკების და სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტების და ჩასახტომების და ამოსახტომების ცოდნა. ხო. ნაღრად არ ვიცი და მე როდესღაც მემუარებს დავწერ და როცა ყველაფერი დაწყარდება და მილიონი ადამიანი რო აღარ გაიქცევა, მე დავჟე თქვენ სტუდიაში და გადავაბაროთ იმათ ცედარით ნორმალურ ხალხს რაღაცა და ჩვენ კარგად გულიანად არის შანსი იმისა რომ გადაცემა სტუდიაში მოხვიდეთ პირდაპირ. ხო. ეხლა მე ხელს ხوار გიშლით, კაცო, იქითკენ თუ მივდივართ ჩვენსკენ მაინც და ახლა მე რამე შარში არ გავეხვი, ახლა მაგას ფიქრობ მე ჩემ თავზე ლაპარაკობ თორე ახლა თქვენი კი არა ხო არა აშკარად არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ყველა იმდენი ყური გვისმენს და თვალი ყველა მხრიდან ეხლა სადან წინანაც რაღაცა გვიღებს და დაგყურებს. სულ გვიღებენ და დაგყურებენ. ეხლა ჩვენ გვირთვალთვალებენ თუ არა? აუ, გვიღებენ ყველა მხრიდან. მართლა? ყველა მხრიდან გვიღებენ და საერთოდ ხო და ის არის ბატონები ძველი. ახლა მე სულ იმაზე ფიქრობ რომ თავარია სულ არ მოდი გამოდის. ზღვით შემოიყარება მეთქინი. ვინ კაცო აკაშვილი? სიცხლის მზელია მე. ამით მოიყარება? მოიჭველი ამიახტეზე მე. აქ არის? ტინი. აქ არჩას რაღაც არ არის? იგი უნებოდი ხარი მე. აქ არის. მოიჭველი ეს არის გეუნებოდი. ხო, ნამდვილად ის არის კაცო. დიქტატორი შვილი ვიყო ეგ არის გეუნებოდი. ის არის. მოიჭველი ეგ არის. მოყავი ბატონები. ეს ნახე საიდან მოიყარება თუ?
ესე იგი ძალიან საინტერესო ხო გეუნებოდი ბატონო ბიზნეს დავსვი თუ არა ჯეკპოტი აი ზედერი ჯიგერი და როგორ თუჯუკები გუგულები ვით ნამიბრალია გეუნები როგორ ახარ ვიშა როგორ მიდის საქმეები ეგრეც ვიცოდე რა რაღაცა ვიგე ჩამშხამდებოდა რა არ ველოდი და რა შეიძლება არაფერი ჩვენ გზაზე მივიდიო საიტი რაღაც კიჩო საიტი რა შეიძლება საქართველოში მიდიხარ კაცო შეეტი საქმე არ გაგახე უკრაინაში საქართველოს არ გამოდისო მითხრეს და იმიტომ ვიყავი ესე გალაღებული აქ და თუ ახლა თავზე დამადგა შუა კიევში ეს კაცი რაღაცრი აქვს მაშინ ბარებ ჩავიდე იქ სადაც არის მე არ ვიცი კაცო კიევში სამი საქართველოს დამოხვედი უკვე სადა ხარ კაცო ვით ვერ დაივიწყე ეს ქვეყანა მის შეიძლება ვით ვერ დაივიწყე მე იქ ვარ და მე არ მახსოვდა შეიძლება ვით ვერ დაივიწყე კაცო დაივიწყე ცოტა არ შეიძლება ეს სიყვარული როგორ შეიძლება არ შეიძლება ირაკლის ის სიმანტიკი არც მე არ მევასებ ეს სიმანტიკი შენ მარტო შენ მევასე ბატონო ბიზნეს აი სოხი არ შეიძლება მადლობა უთხარი დროზე კაცო უღრმესი ბატონო რა თქმა უნდა ბატონო არა ერთხელ არ იყო ბავშვი ირაკლის არა ყოი ბავშვი კი მართალია ვიჩხუბებთ ახლა კაცოს ყანათ ვილაპარაკოთ საით მოდიხარ საქართველოში მოდიხარ ასაკიდე ხო იცი რა შემოვლა გვინდოდა ისე გავლა გვინდოდა გვერდზე სასადო ესე გვინდოდა აი ნეიტრალურ წყლებში მშვიდობიანად გავლა ახლო შემეხედა ცოტა ალიდანინო მომენატრა ცოტა მეც ეგრე მეგონა მეც ვამბობდი უნდა ავიღოთ ეგზეგლი მეთქი არ დამიგერი ბატონო ავიღოთ რა გეუნ ამახინჯეთ ბატონო ამახინჯეთ გეუნები ჩაგულულის კამები მაგსულ საკაიფო იყო რა იგი ეს მახსოვს ეს ახალსაოცრებაა ეს კი ბატონო გითხარი დაიდო ახლა ჩვენ არ გვეგონა თუ ესე დაგვადგებოდი ახლა კითხვა რომ შეიძლება გითვალთვალებენ ყოფს უგითვალთვალებენ მაგრამ ესე პირდაპირ თქვენ თუ მოხვიდოდით მე არ მეგონა შუაგულ უკრაინაში მე მომდის ინფორმაცია და მე არ გიჩვევ ჩამოვსწას იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა ამ დაქცეულ ქვეყანაში ატომ მოდიხარ ხედა იყავი აქაცო რა გინდა იქ დავშვიდი აქ იყავი მე მშვიდად ვიცხოვრებ ბედნიერი სიბერი მექნება კი არ გვერდები მაგრამ მაინც ბატონო იზა ხეხად გადატკიცნებული პიროვნებია ბატონო იზა კი ბატონო ვან ახალ შემილი ამ ხალხის 9 წელიწადი ამათთან დისკუტირება და ის ამომბესდნენ რა ეხა გამიღეს მურად ეხა მაგრამ წასუშვილი ვარ რა ეხა ის შენ გაბარებ ამათ ეხა ეგენია დააკავე მოადუნე მაგათ ყურადღება დააკავე და ელაპარაკე ხო და მომვიდა ხელში რა 9 წელი 10 წელი ამათ უყურებს შო გამთავრდა ეხა წავდი ჩემ ხალხს დაველაპარაკე აღარ შემილი ამათთან სადმოიო რა სადო არაფერი თქვენ ლაპარაკობდით რაღაცას ამის ბრელია მე გაგერიდებით ბოდიში გამანებეთ უთხარი მოატრიალოს კატენი ეხლავე ეხლა სამ გაიშევიდა საქართველოს მოატრიალე ბიჭო კატენი კატენი მოატრიალე შენ ადეკვატური ანტონი გაგიგონი ეგრე მოატრიალე დროზე აკი დროზე ეხლა ას მე შეგვასწრებს ბატონო დაურეკი გომილაურს უთხარი და დაიჭიროს იქნება დროზე არ შეუშვას თორე დამიქცევს ქვეყანას ეს თუ შევიდა საქართველოს აი რა გომილაურმა ვინ უნდა დაიჭიროს ბატონზე ესე ბუავერ და უჭინია მე кайფე მიდო მაშინ ყობახიძეს დაურეკი გომილ მაგამაში არჩევს დაურეკე დროზე დაურეკი ირაკი ალო ყობახ კაროჩე მიშა მოდის ეხლა ზღვი ჩერე ზღვით ზღვით მოდის ხო ზღვით რით მოდის რითია არა სკუტერით რა ვიცი რით მოდის სკუტერით მოდის ხო ამოსაცნობი ნიშნები აქ რამე არაფერი რა ვიცი კაცო არაფერი ამოსაც რასიჩკალით მოძრაობ რა ვიცი კაცო შევიდა უკვე იქირავა ყოვიკა სიმინც ჩახს უკვე სიმინც კაცო რა ვიცი მე ნუ გეშინია ბატონო ეხა მე რას ვიზა ვიცი ეხა მე დავეწევი ცური დავეწევი მაგას ბატონო მიზნე რა ცური დაეწევი ჯო რომელი გეცევნე ბატერფლაით დავეწიო ბატონო მიზნე ადეკვატ ორივე შევიძებდა აჩერდი ღელა ხო ხედავი რა გადროს აი არის ახლა კაცო არა ხო გეუნებოდი რა ბატონო მიზნე გეუნებოდი რა არა ზღვა უნდა მეყიდა ზღვა შევცდი ჩემი ბრალია ირაკლი რა რა მინუტა აბასტუმანი ზღვა მეყიდა მთლიანად ჩავი ზღვა ხო ვერ შემოვიდოდა ირაკლი მე ხო ვერ შემოვიდოდა საქართველოს ო მარე დუღანა არაოდა რა ვიცი მე გეუნებოდი რა ყველა მე და არ დამიჯერე ბატონო მიზნე რა რას მეუბნებოდი ღვიძლი მიგზნობდა რა ხო გეუნებოდი შემოგვეპარებოდა ღვიძლი მიგზნობდა ძმაუნე ღვიძლი კი არა გული ქვია და ნუ მან ნერვიულობ ბაგაში გული ბატონო ბიძინა თქვენ გეკუთვნით და მე ღვიძლი მიგზნოდა რომ შევიდოდა და გეუნებოდი საწავიდა საჩო შევიდა მე მგონი კაცო და ვიღაცა დაიჭირეთ დროზე ნუ ღელავთ არა უშავს მიშას თუ ვერ იჭერთ იქნება ბარაბულკა მაინც დავიჭიროთ ეს ხალი მომაშორტე გაგვიჩნდები ვინ არის ვინ წამოიყვანა ეს ხალი რა თქმა უნდა ირაკლი რა წამოიყვანა ირაკლი მე შემომტერეთ ამ შარმის შესაძლებელი პროცესი ვერ გაუნტიხე ხტიმანი რა მე ვიყავი ბილბორდებზე ამას აშურა ეს საქმე ბა კაცო